მოგესალმებით, ბავშვებო და უფროსებო. ეთერშია საბავშვო საინფორმაციო შემეცნებითი გადაცემა მიკროფონი. გამარჯობა, ჩვენ მიკროფონის პატარა ჟურნალისტებთან ერთად დღესაც საინტერესო ამბებს კი ამბობდა ჩვენი თანატოლებს გაგაცნოთ. მარინა ირაშვილმა ჩვენი ქალაქის შესახებ დღეისაცაც საინტერესო ინფორმაცია მოიძია. ერთად მოусმინოთ მას. დღეს მინდა კაკლის წყაროს შესახებ გიამბოთ. კაკლის წყაროს თელაველები ახლანდელი თეიმურაზ ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე წყაროს ეძახიან. ადრე კი თვითონ ამ ქუჩასაც თურმე კაკლის წყაროს ქუჩას ეძახდნენ. კაკლის წყარო და მისი წყალი იმდენად პოპულარული ყოფილა, რომ არა მხოლოდ ქუჩას, მთელ უბანსაც კი კაკლის წყაროს უბნად მოიხსენიებდნენ. ჩვენი ქალაქის დიდი ნაწილი ადრე თურმე კაკლის წყაროს წყლით სარგებლობდა. წყალი მოსახლეობას თულუხჩებით, კასრებითა და ცხენის ურმებით მიჰქონდა. წყაროს კაკლის წყარო კი იმის გამო დაერქვა, რომ წყალი კაკლის დიდი ხის ქვეშიდან გამოდიოდა. კაკლის ხეს ფესვების ნაწილი გაშიშვლებული ჰქონდა. ზოგიერთი მათგანი ისე იყო ატოტვილი, რომ ქვეშ გაძრომაც შეიძლებოდა. დღეს აქ უკვე აღარც კაკლის ხე დგას და აღარც მისი ფესვებია შემორჩენილი. კაკლის წყარო კი კვლავ მოედინება. თუმცა როგორც წყაროსთან მიმაგრებული წარწერა მიგვანიშნებს, წყალი ისასმელად უვარგისია. მიუხედავად ამისა, კაკლის წყარო, კაკლის წყაროს ქუჩა და კაკლის წყაროს უბანი დღემდე ჩვენი ქალაქის ისტორიულ ადგილად ითვლება.